შაბათს რუსეთთან ვერ ითამაშებს მამუკა გორგოძეც. ჩვენი გუნდის ლიდერი ჯანმრთელია, მაგრამ ვიტო ხეიგმა რამდენიმე წამყვანი მოთამაშის დასვენება გადაწყვიტა. მათ შორისაა გორგოძე. ამასთან ერთად შაბათის შეხვედრას გორგოძე კლუბსა და საქართველოს რაგბის კავშირის შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზეც გამოტოვებს. დღეს გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გორგოძემ კლუბის ინტერესები ნაკრებისაზე მაღლა დააყენა, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. საქართველოს ნაკრები სატურნირო თვალსაზრისით გადამწყვეტ შეხვედრას არა რუსებთან, არამედ რუმინელებთან თბილისში 19 მარტს გამართავს, სადაც ნაკრები საკუთარი გულშემატკივრის წინაშე უძლიერესი შემადგენლობით წარსდგება. მათ შორის იქნება მამუკა გორგოძეც. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ მამუკა გორგოძეს და მან თავად ახსნა არსებული სიტუაცია. მოთქმა რომ რუსეთთან არ ჩამოვიდა და რაღაც უარი თქვა და რაღაც ფორუმებზე და რაღაც ინფორმაციები მომდის, რომ რაღაც ხალხი ძალიან გაბრაზებულია რა და ერთ ვეღარ გაიგეს რომ იყო შეთანხმება მსოფლიოს ჩემპიონატის მერე კავშირსა და გუნდს შორის რომ ჩვენ არ გქონდა არც ერთ თამაში წამოსვლის უფლება, რაც დაემთხვეოდა თამაშებს. არადროს არ მithქებდა საქართველოს ნაკრებზე უარი და ეგეთ რაღაცებს მოეშვალა რა თო არ არის რა უბრალოდ ლამაზი ეგეთ და 10 და 11 წელია საქართველოს ნაკრებში თამაშობდა უკვე გამიწნეს როგორი პიროვნებაც ავა და მე მგონი ზედმეტია მაგაზე საუბარი. ახალ სპორტის სასახლეში დღეს ქალთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი